საღამო მშვიდობისა ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე გადაცემით პოლიტიკის საათი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია პოლიტიკის დოქტორი და პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა. ირაკლისთან ერთად ჩვენ შევაფასებთ მიმდინარე მოვლენებს, რა საკურველია საუბარს დავიწყებთ რუსეთ-უკრაინის ომით, პრემიერის ძალიან საინტერესო ვიზიტით, შედგება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, უცნობია, თუმცა ოფიციალურად უკვე დადასტურდა მთავრობის ხელმძღვანელი კანცელარიიდან, რომ დაგეგმილი შეხვედრა ნამდვილად არ არის. თუმცა ნახოთ რა სახის კომუნიკაცია შედგება პრემიერსა და რუსეთის პრეზიდენტის შორის. მოგესალმები ირაკლი, მადლობას გიხდი სტუდიაში მობრძანებისათვის. ირაკლი, სანამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განვიხილავთ, მინდა თქვენი შეფასება დავიწყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ფიქრობთ, რა ხდება რუსეთ-უკრაინას შორის. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მოლაპარაკების მაგიდა ამოაყირავა, საერთოდ აბსოლუტურად სხვა მიმართულება მიეცა მოლაპარაკებას. წარმოდგენილი არის ახალი გეგმა ომის დასრულების, მზად არის არჩევნები ჩაატაროს, მაგრამ არა ისე, როგორც ამას მაგალითად ამერიკის ადმინისტრაცია ითხოვს. რა ხდება, როდის შეიძლება მოთმინების ფიალა აევსოს ამერიკის პრეზიდენტს? მოგესალმებით ამთა, მივესალმები სალტეს მაყურებელს. მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ციცგილაობა მონაწილე კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს როგორც თავიდანვე ჩვენ ვამბობდით, ეს არის კოლექტიური ნატოს ომი რუსეთის წინააღმდეგ და მიზანი ამ ომის იყო რუსეთის ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლა, რუსეთის დაშლა მარტივამრავლება და მისი რესურსების გაკონტროლება. ეს იყო კოლექტიური დასავლეთის მიზანი, განსაკუთრებით ამაში აქტიურობდნენ ეს ლიბერალურ გლობალისტური წრეები, დღევანდელი დასავლეთ ევროპა, დიდი ბრიტანეთი და წინა ხელისუფლება, ბაიდენის დემოკრატების ხელისუფლება, რომელიც გლობალისტურ პლატფორმაზე მათი თანაგუნდელი. თუმცა მოხდა სხვა სცენარით განვითარება, ამერიკულმა ისტებლიშმენტმა გადაწყვიტა, რომ შეეცვალა ბაიდენი, ტრამპს აღარ გაუყალბეს არჩევნები და ტრამპმა რადიკალურად შეცვალა ამერიკის დამოკიდებულება ამ კონფლიქტის მიმართ. ტრამპი მუდმივად იმეორებს, რომ ეს არ არის ჩემი ომი, ეს ბაიდენის ომია. და მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი საერთოდ არ მოხდებოდა. ეს ფრაზა თითქმის რა ვიცი, ყოველ მეორე გამოსვლაში, როცა ამ თემას ეხება, ტრამპი იმეორებს. რასთან გვაქვს საქმე? ამერიკელებმა გაანალიზეს ამ ომის მიმდინარეობა და დაასკვნეს, რომ სამხედრო წარმატების მიღწევა და რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა, ან თუნდაც ხელისუფლების ცვლილება არ არის რეალისტური, შესაბამისად შემდგომი გაგრძელება ამ ომის რუსეთს მხოლოდ გააძლიერებს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებს, სულ უფრო მეტ რესურსებს იკავებს, სხვათა შორის დონბასი ცნობილია მდიდარი ბუნებრივი წიაღისეულით და უკრაინის სულ უფრო მეტი ტერიტორია ხდება რუსეთის აქტივი. თავის მოსახლეობიან, იმიტომ რომ როცა ომი შეწყდება, ის მოსახლეობა დაბრუნდება, ბევრი, შეიძლება ბევრი ნაწილი არ დაბრუნდეს, მაგრამ ბევრი თავის სახლს დაუბრუნდება, თავის ქონებას და მშობლიურ ადგილებს. შესაბამისად, შეერთებული შტატები ცოტა შორს იხედებიან, სხვანაირად თვლიან, გარდა ამისა, მათ აქვთ ჩინეთის გამო საიტნოტი, დროში, ასე ვთქვათ, იწვევიან, ვეხმაროთ ესე მუშურგლეხური გამოთქმა, რატო იწვევიან, იმიტომ რომ ყველანაირი გათვლებით 2035 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკა გადაასწრებს ამერიკის ეკონომიკას. თუ შენარჩუნდა განვითარების დღეს არსებული ტემპები, ანუ დაახლოებით 6%-ით იზრდება ჩინეთის ეკონომიკა, დაახლოებით 2.5%-ით საშუალოდ იზრდება ბოლო წლებში ამერიკის ეკონომიკა. აი ამ ტრენდების შენარჩუნების შემთხვევაში 2035-დან 38 წლებში, რომელ წელს უკვე ნიუანსებზეა დამოკიდებული, ჩინეთი არა მარტო პარიტეტული მსყიდველობით უნარიანობით უკვე გადაასწრო. ჩინეთის ეკონომიკა უფრო დიდია. მაგალითად, რეალური სექტორი ეს გახლავთ მრეწველობა და გამომუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა. რეალური სექტორს ეძახიან აი კონკრეტ მატერიალურს, რასაც აწარმოებს, ხო? ამაში არ შედის სერვისი, ამაში არ შედის ფინანსური რაღაც მომსახურებები და
თუნდაც განათლება ან ჯანდაცვა, ხო? რეალური სექტორი ჩინეთის ეკონომიკა და უკვე წინ არის, გაცილებით უფრო დიდია მსკვილობითი პარიტეტით შეერთებულ შტატებზე, იმიტომ რომ ეს დასავლეთში მიიღეს თავის დროზე გადაწყვეტილება, რომ ეს რეალური სექტორი არ არის სასურველი რომ კონდეს, ქარხნები სულ არ არის აუცილებელი, სუპერ მდიდრებისთვის ქარხნები ეს არის ორგანიზებული წინააღმდეგობის პოტენციური კერა. ასე უყურებენ ეს მემარცხენე იდეოლოგიის ავტორი სუპერ მდიდრები. რას გულისხმობთ, იმიტომ რომ დავაკვირდეთ, ხო, მე-19-20 საუკუნის ისტორიას აი ქარხნები სადაც მუშაობს 10,000, 20,000, ზოგან 100,000 მუშა. ხო, ეს არის მუშათა კლასი, მარქსის თეორიით, კაუცკის თეორიით, ლენინის თეორიით, ეს არის სერიოზული ლოკომოტივი, ძალა ლოკომოტივი ნებისმიერი რევოლუციის მოსახდენად. რევოლუციები რაც ხდებოდა მე-19 აი მარქსიზმის გამოჩენასთან ერთად ძირითადად ეს მდიდარი კლასის წინაშე იყო, წინააღმდეგ იყო მიმართული, კაფიცვები და ასე შემდეგ. ამიტომ მომავალში რომ რყევები არ იყოს, ორგანიზებული უჯრედისები, ანუ მუშათა კოლექტივები დაშალეს და გაუშვეს ჩინეთში. ამერიკიდანაც, დასავლეთ ევროპიდანაც რაღაცები შეინარჩუნეს, ეხლა ფოლადის წარმოების გარეშე დიდი ქვეყანა ვერ იარსებებს, მანქანათმშენებლობის გარეშე ასევე ვერ იარსებებს. და სამხედრო ქარხნები. აი ეს პლუს ფარმაცევტიკა, ხო, მაგრამ ისიც მთლიანად არა. მოკლედ ამ დეინდუსტრიალიზაციამ, რომელიც განგებ იყო ჩაფიქრებული, სხვათა შორის იდეოლოგიური მოსაზრებებითაც, მათ შორის დეინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია ის, რომ გაექცათ ხელიდან ჩინეთის სწრაფი განვითარება. ჩინეთით ასევე უნდა ითქვას, რომ ესეც ამერიკის პროდუქტია, ეს მოდელი თავის დროზე ჰენრი კისინჯერის რიჩარდ ნიქსონის ინიციატივით ამერიკელები შეუთანხმდნენ ჩინეთს და ჩინეთს ეხმარებოდნენ განვითარებაში, ინდუსტრიალიზაციაში, სამეცნიერო პატენტები გადასცეს, ტექნოლოგიები გადასცეს 72 წლიდან, რადგან უნდათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოყენება მის. ახლა ჩვენ გვახსოვს, რომ სტალინი და მაო ძედუნი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. მაო ძედუნი სტალინს ეძახდა თავის მასწავლებელს. თვეობით იჯდა ხოლმე მოსკოვში მაო ძედუნი და სტალინთან ჰქონდა მუდმივი შეხვედრები, კონტაქტები, საუბრები. და ჩინეთში აპირებდა იგივე სტალინის გზით განვითარებას ჩინეთის. სხვათა შორის არის მოსაზრება, რომ მაო ძედუნმა სტალინს შესთავაზა, რომ მე-16 რესპუბლიკა ჩინეთი მიეყოთ. ახლა ამის დოკუმენტები მე არ მინახია, მაგრამ არის ესეთი მოსაზრება, რაზეც თქონდა სტალინმა დელიკატურად უთხრა ვარი. ზოგიერთი მკვლევარი ამას ამბობს, მაგრამ დოკუმენტი მე რავის არ წარმოუდგენია. თუმცა არქივებში შეიძლება რაღაც მსგავსი იყოს. შემდეგ მოხდა, ესე იგი, სტალინი როცა გარდაიცვალა, ხრუშოვი მოვიდა და ხრუშოვმა 56 წლიდან დაიწყო ამ პიროვნების კულტის და სტალინისტური იდეების, სტალინის მოდელის შეცვლა ეკონომიკის მათ შორის, სტალინის კულტი ამხილა თავისი ჭკუით. ეს არის კლასიკური, ესე იგი, რეგვენი, როცა გენიოს, ესე იგი, არ უწონებს რაღაცას, ხო? რო გავაანალიზოთ, ახლა ბევრი სხვადასხვა რაღაც იდეები არიან სტალინის გარშემო, მაგრამ საერთოდ ჯამში გენიოსი იყო მაინც. არა, რა თქმა უნდა, გენიალური ადამიანი იყო და მე ვფიქრობ, რომ სოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მმართველი, როგორც მმართველი. ნახავთ იმას და გავანაძებთ რა დახვდა, რა ჩაიბარა და რა დატოვა, ასეთი შედეგები ჩინგისხანსაც არ ქონია. დღემდე რუსეთის სტალინის შექმნილზე დგას, უნდა ის ვთქვა. ჩინგისხანმა კი ბატონო დაიპყრო რაღაცა უზარმაზარი ტერიტორია, მაგრამ ეს არ იყო განვითარების სივრცე, ეს იყო ხარკი და პირიქით 200-300 წლით გააჩერა იმ ადგილების განვითარება, მათ შორის საქართველოს სხვათა შორის. და აი დასავლეთ ევროპას რატო ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპა ურალამდე განვითარებაში, აი ზუსტად მონღოლური ბატონობის გამო.
თუმცა სტალინმა ეს ჩამორჩენა აღმოფხვრა. სულ რაღაც 30 წელიწადში. რეპრესიებს უწუნებენ, ხო და რატო უწუნებენ რეპრესიებს, მაგრამ დაახლოებით 655,000 ადამიანი იქნა რეპრესირებული. რეპრესიები რო არ მოეხდინა, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირი დამარცხდებოდა. დამარცხდებოდა, იმიტომ რომ ამხელა მეხუთე კოლონა, მტრის აგენტურა, აქედან უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობდა მტერზე, იყო მოწინააღმდეგე ამ სისტემის და შიდა დივერსიებს გააკეთებდნენ აუცილებლად თან. საქართველოში მაშინ იქნა რეპრესირებული მემორიალის ცნობებით, რომელსაც მე დიდად არ ვენდობი, მაგრამ სხვა ცნობები არ გვაქვს. 12-დან 16,000-მდე ადამიანი. დღესაც რო შევხედოთ, ხო, რამდენია საქართველოს წინააღმდეგ და ინტერესების წინააღმდეგ ესე იგი მოქმედი ადამიანი, უცხო სახელმწიფოს რამდენია, ამ გაცილებით მეტია. სხვათა შორის დავით კუხაუშვილს აქვს ეს საკითხი შესწავლილი. ირაკლი, ჩვენ გვექნება მომავალ კვირას ამ ეთერში ამ თემაზე სწორედ საუბარი. არქივი შეისწავლა მან მისი პროფესიიდან გამომდინარე და ესეთი დასკვნა გააკეთა, ანალიზი, რომ უმრავლესობა ვინც იყო მაშინ რეპრესირებული და ვინც აი ბერიას მმართველობას ვამბობ მე, პერიოდი უმრავლესობა იყო გაჯერებული სისხლის სამართლის მასალებით, მტკიცებულებები იყო მათ წინააღმდეგ, რომ ისინი მოქმედებდნენ ქვეყნის წინააღმდეგ და შპიონაჟი იყო თითქმის უმრავლესობის წინააღმდეგ დადასტურებული. მე არ ეჭვიც არ მეპარება ახლა ძალიან პრაგმატული მიდგომები ჰქონდა სტალინს და ბერიას, ეს იყო უაღრესად პრაგმატული ხალხი. იმიტომ რომ ვიღაცა აი ბოროტები იყვნენ და ამიტომ უნდათ ადამიანის რაღაც ციხეში გაგზავნა ან კედელთან მიყენება, ამის გამო არაფერი არ ხდებოდა. დასმენები ხალხისგან მოდიოდა დასმენები. 3 მილიონი დასმენა იყო მარტო საქართველოსდან მოსკოვში. 3 მილიონი დასმენა ამ წლების განმავლობაში. ანუ ეს ჩვენი ხალხის მორალზე და ზნეობაზე, რომელიც მეზობელს უჩიოდა იქ, მაშინ ხო კომუნალური ბინები იყო იქ რაღაცა ოთახის მიერთება უნდა რაღაცას დაუწერდა, მაგრამ 3 მილიონი ადამიანიდან აგერ 16,000 იყო ყველაზე დიდი ციფრად სახელდება 16,000 რეპრესირებული, ანუ ციხეში, მაშინ ბანაკებში გაშვებული, მაგრამ სასიკვდილო განაჩენი და ახლოეთის განაჩენი გამოტანილი იყო 2,000 პლუს მინუს ზუსტად ციფრი აღარ მახსოვს 2,000 საიდანაც ყველა არ მოსულა არ მოიყვანეს. უბრალოდ გამოტანილი განაჩენი შემდეგ შეიცვალა ეს განაჩენი. შეუცვალეს და როდესაც ლავრენტი ბერია გადაიყვანეს 38 წლის ნოემბერში მოსკოვში და NKVD-ს ხელმძღვანელობაში დანიშნეს ხო მთელი სისტემის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება მან თითქმის 900,000 ადამიანი რეპრესირებული საბჭოთა კავშირის გამოუშვა ციხიდან რეაბილიტაცია. და მისცა შანსი რომ ბევრი საქმე გადაიხედა გამართლდა ბევრი ვინც მოყვა ამ დასმენებში და მობედურებაში. ამიტომ პირდაპირ შეიძლება ითქვას რეპრესიები რო არ ჩაეტარებია სტალინს მეორე მსოფლიო ომს საბჭოთა კავშირი წააგებდა და ნუ მე მოსახლეობის შემცირება ჰქონდა დაგეგმილი ფაშისტებს მათ შორის საქართველოში ხალხების გადასახლება და რაღაცა სოფლის მეურნეობის ესე იგი მინდვრების მისახედად რაღაცა მონებს ანუ მოსამსახურებს დატოვებდნენ მათ შორის საქართველოშიც არის საფუძველს მოკლებულია ის მოსაზრება თითქოს ახლა ჩვენ რა საქართველოს განსაკუთრებულ პატივში იქნებოდა ფაშისტების დროს ეს გამორიცხული თემა. მით უმეტეს სტალინი ქართველი. ერთ იქნებოდი ხო რა თქმა უნდა. ამიტომ მე მაინც გავაგრძელებ იმ ხაზს რომ ესე იგი ხრუშოვმა როდესაც სტალინის მოდელი გადაატრიალა ეს ჩინეთმა აღიქვა ძალიან მტკივნეულად. ჩინეთში სტალინის სურათები დღემდე არის. სტალინი დღემდე ისწავლება სახელმძღვანელოებში და პატივსცემი. შესაბამისად მაოძედუნი დაუპირისპირდა ხრუშოვს, დაიწყო კონფლიქტი და მერე დიპლომატიური ურთიერთობებიც კი გაწყდა საბჭოთა კავშირის ორ კომუნისტურ, ასე ვთქვათ, სუპერ სახელმწიფოს შორის, ხო? ამით ის ნახეს ახლა ამერიკელებმა ისარგებლეს, ეგრევე შესთავაზეს რაღაცა პრიანიკები, თაფლაკვერები. და ესე იგი დაიწყო ეს დენ სიაოპინის რეფორმები,
და 72 წლიდან იწყება ჩინეთის, ასე ვთქვათ, სწრაფი ზრდა. ეს ხუძინტაოს პერიოდი იყო, დენ სიაოპინის პერიოდი და ეხლა ეს სი ძინპინი საერთოდ სხვა პლანეტაზე გაყავს ჩინეთი ისეთი მაღალი ტემპებით ვითარდება. აი ინტერნეტში პოპულარული იყო ესეთი კლიშე, რომ ესე იგი ჩინეთმა ერთ წელიწადში დაახარჯა, გამოიყენა იმდენი ბეტონი, რამდენიც შეერთებულმა შტატებმა 100 წლის განმავლობაში. საოცარი ციფრები. 3 მილიონი ქარხანა გუგუნებს და თავსოფლიოს ამარაგებენ ყველაფერს თითქმის ყველაფერს უშვებენ. თანაც ადრე 80-იან 90-იან წლებში თუ ხარისხი საეჭვო იყო შიდური პროდუქციის, ეხლა მათ შეუძლიათ უხარისხოს გამოშვებაც, საშუალო ხარისხის და უმაღლესი ხარისხისაც. მოკლედ ტრამპი ჩქარობს ამ ომის დასრულებას, რომ გადაიტანოს თავისი ყურადღება ჩინეთის შესაკავებლად. ეს გამოქვეყნდა მან ეს პეტრისახლის საიტზე გამოქვეყნდა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მოკლე დოკუმენტი, 29 გვერდიანია თორსტები, სადაც პრიორიტეტები არის რადიკალურად შეცვლილი, ვიდრე იყო წინა ადმინისტრაციების დროს. მათი პრიორიტეტი არის ესე იგი მონროს დოქტრინის განახლებული ვარიანტი, დონროს დოქტრინა, დონალდ მონროს დოქტრინა, რაც გულისხმობს იმას, რომ დასავლეთ ნახევარსფერო იქნება მთავარი ფოკუსი, ანუ ლათინური ამერიკა, მექსიკა, კანადა, ეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კარიბის ზღვის რეგიონი, აქ უნდა გააძლიეროს თავისი ფოკუსი, შემდეგი იქნება ინდოეთის და წყნარი ოკეანის აუზები, რაც ნიშნავს ჩინეთის წინააღმდეგ შეკავების პოლიტიკის გააქტიურებას და მესამე ხარისხოვანად აცხადებენ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს. რუსეთი უკვე მტრად აღარ არის მოხსენიებული და ევროპის აქტუალობა შეერთებული შტატებისთვის იკლებს. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ევროპა დღეს არის ფაქტიურად ფორპოსტი რამდენად გაძლევს ევროპა და ამერიკა ერთმანეთის გარეშე, როგორ ფიქრობთ, რა გითხრათ? ამერიკელებს პრინციპში არაფერი შეერჭირდებათ ევროპა, იმიტომ რომ ევროპიდან არც რესურსებს იღებს, ევროპას რესურსები არ აქვს შეზღუდული, მარტო ქვანახშირია ალაგ-ალაგ და ისიც არ იყენება დიდწილად. ნორვეგიას აქვს ნავთობი და ბევრი არა და შოტლანდიაშია გაზის ზღვის შელფზე გაზის და ნავთობის საბადოების ჩრდილოეთ ზღვაში. სხვა ისეთი მნიშვნელოვანი რესურსი, ბუნებრივი წიაღისეული ევროპას არ გააჩნია. რაც ამერიკისთვის საინტერესო შეიძლება იყოს. ეს ნიშნავს რას, რომ ევროპა არალეგიტიმურად ცხოვრობს ინდონის კეთილდღეობით, რადგანაც ცხოვრობს. ხო, ზარმაზარი რაღაც სოციალური პაკეტებია. სხვა სახელმწიფოების ხარჯზე, მოდით ასე ვთქვათ. კი, კოლონიალური ძარცვის შედეგია საუკუნეების განმავლობაში და დღეს ახლა ჩვენ ვატყობთ რას, რომ ევროპაში ცხოვრების დონე ეცემა. ბოლო 10 წელია განუხრელად. ცოტა მეტიც, მაგრამ ბოლო 10 წლის მონაცემებით, მაგალითად, ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე შემცირდა 20%. ხორცის მოხმარება ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი კეთილდღეობის ცხოვრების დონის. 20%-ით შემცირდა მთელ ევროპაზე ვამბობ, აი 27 ქვეყანა ხო არის ევროკავშირის წევრი, აი მაგ საშუალო საფრანგეთში შემცირდა ხორცის მოხმარება და ამ ხორცის მოხმარებაშიც არის სტრუქტურა, მაგალითად საქონლის ხორცი, ყორის ხორცი და ფრინველი, ხო, კათამიზეთა. აქაც მნიშვნელობა აქვს, რამდენი არის მოხმარება, ხო? იმიტომ რომ საქონლის ხორცი ძვირია, ყორის ხორცი საშუალო ფასი და ქათამი შეზარებით იაფი. ესე იგი ჯამში ამ ყველა ხორცის წონა ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების შემცირდა 20% და პლუს შიგნით სტრუქტურაში კიდე ქათმის ხორცის ესე გაიზარდა მოხმარება. ხოლო საქონლის და ყორის ხორცმა მოიკლო. ეს რაც ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას აღარ აქვს მსყიდველობით უნარიანობა მოიკლო. რა თქმა უნდა არსებობს დიდართა კლასის, საშუალო ფენის რაღაცა, მაგრამ
ასე წარმოიცავს აბსოლუტურ ციფრებში ეს გაძლევს სხვა ხო. ეხლა მაგალითად ელექტროენერგიის მოხმარება, ესე იგი ელექტროენერგიის მოხმარება 10 წლის განმავლობაში წესით უნდა გაზრდილი იყო თითქმის რა ვიცი გაორმაგებული იყო, ხო? იმიტომ რომ ელექტროენერგიის მოხმარება, კეთილდღეობასთან არის ასოცირებული, რომ მაგრამ ევროპაში ცოტათი არის მომატებული, მაგრამ იმდენად არა, რამდენიც უნდა ყოფილიყო. აი ჩვენთან მაგალითად თითქმის გაორმაგებულია ელექტროენერგიის. ახლა 2000 სააკაშვილის დროს იყო 2500 თუ არ ვსწრები კილოვატი წელიწადში მოხმარება. შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ ნუ რაღაც 3000-ზე ნაკლები იყო ყოველ შემთხვევაში. 2000 რაღაც და ეხლა არის 3600 კილოვატი ერთ ადამიანზე წელიწადში. ამაში შედის ყველაფერი ქარხანა, წარმოება, გზები რო ნათდება, ბინები, მოსახლეობა და ყველაფერი. 3600 ევროპაში არის 5300-5200 ესე დაახლოებით. და როგორც ჩანს დაიწყებს კლებას, იმიტომ რომ თუ ინდუსტრია გადის და ინდუსტრია გადის გერმანიიდან გადის. მაგალითად კიდე ერთი ინდიკატორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი მანქანების გაყიდვების სტატისტიკა. ეხლა ევროპაში მაგალითად 10 წლის წინ იყიდებოდა 15 მილიონი მანქანა წელიწადში, ახალი მანქანა. მეორადები, ნუ ეს სხვა თემა, მაგრამ ახალი მანქანა 15 მილიონი ყოველ წელს. ეხლა შარშან გაიყიდა 10 მილიონამდე. ანუ 50%-იანი კლება. ესეც მიუთითებს, რომ ცხოვრების დონე ეცემა და ამ ტრენდს ვეღარ გააჩერებენ ეგენ. ეს თვითონ იცოდნენ ევროპელებმა, რომ კატასტროფაში არიან, დაღმავალი ტრენდი აქვთ და სწორედ ამიტომ ჩაერთნენ ამ რუსეთის წინააღმდეგ ამ ომის სცენარში. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის დამორჩილება და მათი ბუნებრივი რესურსების გაკონტროლება მათ საშუალებას მიცემდა, რომ ეს კრიზისიდან რამენაირად ამოსულიყო. ეხლა ამის შანსი აღარ აქვს. ამიტომ ეგენი წავლენ ეხლა დიდი შანსია რომ წავიდნენ კიდე უფრო გამწვავებას. თვითონ შეიძლება ჩაერთონ ამ ომში. ესეც არ გამოვრიცხო თუ ამერიკელები არ დატუქსავენ და ეხლა ტრამპიც ხედავს ამას, რომ ევროპა სხვა გამოსავალი არა, გაკულაკება ფაქტიურად ტრამპი რუსეთი აკულაკებენ ევროპას, ხო? რესურსები არ აქვს, ენერგეტიკულად 80% ევროპის ენერგიის არის იმპორტი. მაგიტომაც დაიწყეს იმ მწვანე ენერგიაში და განახლებათა ენერგიაში ქარი, მზე, რაღაცეები, მაგრამ ეს არ ყოფნის ახლა. მზის პანელები კი კარგია, საბოლოო ჯამში, მაგრამ კარგი არის ნუ რაღაც სახლისთვის და რაღაც ფერმისთვის და მცირე საწარმოებისთვის, მაგრამ ახლა მის მეტალურგიული ქარხანა მზის პანელებზე ვერ იმუშავებს. იქ სხვა ძაბვა არის საჭირო, სიხშირეა საჭირო და ასე შემდეგ, ანუ სიმძლავრეები სხვა. მით უმეტეს, როცა მზერო არ არის, ნუ რა უნდა გააკეთო. აქედან გამომდინარე, ევროპისთვის კარგი სცენარები არ არსებობს, ამიტომ დიდი ბრიტანეთსაც ეხება ეს ამ შემთხვევაში, რომელიც კლასიკურად ევროპის კონტინენტური ევროპის ნაწილი არ არის და თავის პოლიტიკას აწარმოებდა ყოველთვის. ფაქტი, რას გვაჩვენებს ეს ყველაფერი, სახეზე გვაქვს კლასიკური რთული სისტემების განვითარების კონცეფცია რო არსებობს თეორია, აი ეს კლასიკური მაგალითია ევროპა. რთულ სისტემებს გაახასიათებთ 4 ფაზა. ერთი არის აღმასვლის ფაზა, მეორე არის პიკი პლატოს ფაზა, შემდეგ დაღმასვლის და შემდეგ კატასტროფა, კოლაფსი, ნუ ჩამოშლა. აი ახლა დაღმასვლა გადადის კოლაფსში. ევროპისთვის, ევროკავშირის პროექტისთვის აი ეს ფაზაა, რაც ბუნებრივიც არის. ადრეს ვთქვით და გავიმეოროთ, რომ კანონზომიერება ევრაზიის კონტინენტზე გეოპოლიტიკური, როცა აღმოსავლეთი ნაწილი ძლიერდება, რუსეთი ამ შემთხვევაში, დასავლეთი სუსტდება და პირიქით, როცა აღმოსავლეთი სუსტდება, დასავლეთი ძლიერდება. საბჭოთა კავშირი დასუსტდა, ჩამოშალეს განგებ დაგეგმილად თვითონ რუსებმა მოთაშურეს და ჩამონგრეული რუსეთის ხარჯზე აყვავდა ევროპის. ხო, პირიქით ხდება. ეხლა ხდება პირიქით, იმიტომ რომ რუსეთი გაძლიერდა, ეხლა ეს პუტინი შეიძლება ქართველებს ნამეტანი არ მოგწონდეს, იმიტომ რომ 2008 წლის ომი გვახსოვს და ასე შემდეგ. მაგრამ სერიოზული კონტროლი დაამყარა პუტინმა სახელმწიფოზე, ოლიგარქიები მოთოკა
და ნუ რუსეთის ბიუჯეტი რომელიც იყო ასე მოს ელცინის დროს იყო 60 მილიარდი დოლარი. წლიური ბიუჯეტი, ხო და ეხლა რუსეთის ბიუჯეტი არის თითქმის 500 მილიარდი წელიწადში, 400 რაღაც, ნუ 500-მდე. მეტად ამ ომის ფონზე. მიუხედავად მაგის. მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდებოდა განუხრელად ამ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს აფერხებს ახლა ეს სანქციები 2014 წლიდან სანქციები მოქმედებს. ნაკლებ მოცარელას მიირთმევენ, მაგრამ მაინც. სხვათა შორის აი აღმოჩნდა რომ არა. არა? აი ხორცის ინდექსი მაგალითად გაზრდილია სხვათა შორის ომის პერიოდში. მიუხედავად ომისა 83 კილოგრამ ხორცის მოხმარებაზე გავიდა რუსეთი ერთ სულ მოსახლეზე. ეს რეკორდია. ცხოვრების დონე მოიმატა ომი აქვს და ცხოვრების დონე იმატა. ჩვენთანაც ნუ მაინც რახან ხორცს ვეხებით, ჩვენთანაც მოიმატა. ჩვენთან იყო 27 კილო, აი სააკაშვილის დროს, ეხლა გახდა წელს აი წლევანდელი სტატისტიკით საბოლოო მე ველოდები რომ 50 კილო იქნება. სოფლიო საშუალო არის თუ სწორად მახსოვს 36-37. სოფლიო საშუალო ხორცის მოხმარება სულ მოსახლეზე წელიწადში. და ჩვენთან 50, ანუ უკეთილდღეობა აქაც მატულობს. ეხლა ყველას ეს არ ეხება, ეხლა ზოგი 200 კილოს ხორცს მოიხმარს და ზოგი 20 კილოს ასეთ შეფარდებები და უსამართლობები არის, მაგრამ ნუ მაინც საერთო ჯამში სურათი უმჯობესდება და სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ ეს გადანაწილება უფრო სამართლიანად მოხდეს და ამას სჭირდება სერიოზული კონტროლი. ირაკლი, თუ შეიძლება, აი, სხვა შორის ტრამპის პრესმდივანის განცხადება მინდა წავიკითხო. დონალდ ტრამპი უკიდურესად იმედგრაცრუებულია ომის ორივე მხარით. ყელში ამოუვიდა შეხვედრები მხოლოდ შეხვედრის მიზნით, მას არ სურს საუბარი, ის ითხოვს მოქმედებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ზელენსკი იყო სამეულთან ჰქონდა შეხვედრა, იგივე უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სხვა შორის არესტოვიჩმაც დაადასტურა ეს საკუთარ წყაროზე დაყრდნობითო, რომ აქ ის ითხოვს ზელენსკი ითხოვს არა ომის შეჩერებას, უფრო ძირითადად ითხოვს ის უსაფრთხოებას და სად შეიძლება მან უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, რომ გავიდეს უკრაინიდან, ანუ თუ დაინიშნა არჩევნები. აი ეს არის ყოველ შემთხვევაში, რასაც მაგალითად უკრაინული მედია ამბობს, აი ამ შეხვედრიდან, სადღაც თითქოს დაიდო ეს ახალი შეთანხმება ომის დასრულების შესახებ ახალი გეგმა. პარალელურად გუშინ პოლონურ მედიაში გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, როგორ სურდა აი ამ ომის პარალელურად უკრაინას უშუალოდ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფო და კერძოდ პოლონეთი ჩართული იყო ამ საომარ მოქმედებაში. და მან მოიყვანა მაგალითი, როდესაც პირველად დაიბომბა დრონებით პოლონეთის ტერიტორია და მაშინ პოლონეთმა დაადასტურა, რომ ეს იყო უკრაინული დრონი და დამერეკაო უშუალოდ ზელენსკიმ და თხოვა, რომ შეეცვალა განცხადება და ეთქვა, რომ ეს იყო რუსული დრონი. ანუ ვხედავთ, რომ ევროპა დაინტერესებულია ომის გაგრძელებით, იმიტომ რომ ეს ევროპას სჭირდება არა იმიტომ, რომ დავუშვათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, არამედ საკუთარი უსაფრთხოებისთვის ცდილობს ამ შემთხვევაში ევროპა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ცდილობს. ზელენსკი ითხოვს ომის გაგრძელებას, დასავლეთი ითხოვს ომის გაგრძელებას. შესაძლებელია თუ არა ნატო ჩაერთოს უკვე, ნატოს ჩართულობა ვნახოთ. როდესაც პოლონეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა, უკვე აშკარად შეიძლება კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ჩვენთან როგორი შეხვედრები იყო, რადგან გასულ კვირას მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე მისაუბრა ომის დაწყებასთან დაკავშირებით, როგორი თხოვდნენ ქართული მხარის მხრიდანაც, რომ საომარ მოქმედებაში ჩართულიყო. ანუ დღესაც უკრაინა დაინტერესებულია იმით, რომ კონფლიქტი მოედოს სხვა სახელმწიფოებს. ნუ ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ რუსეთის ძალები გადაანაწილოს სხვადასხვა კერებზე. ხა უკრაინის ხელისუფლებას პირადად მე ვერ გავამტყულებ, ხა ჩემი ქვეყანა რო იყოს ომში, რა თქმა უნდა, მომეწონებოდა ჩემ ტერს თუ სხვაც დაუწყებს რაღაცა ძიძგილაობას, რესურსებს დაგსაქსებს, ხო? მაგრამ ნუ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, გათვლები ჩვენ საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოებამ დაიჯერა ამ ხელისუფლების პოზიცია, რომ ეს ჩვენთვის ეგზისტენციალური საფრთხეა, ჩვენ შეგვიძლია ამ ავანტიურას ვაუყოლოდით, როგორც სააკაშვილი აყვა.
ხო, დიდი შანსი იყო, რომ სახელმწიფოებრიობა დაგვეკარგა და უზარმაზარი მსხვერპლი ყოფილიყო. დაახლოებით 200,000 კაცი მოხვდებოდა ამ კონფლიქტში. ჩვენ რო ჩავთვლიყავთ, იმიტომ რომ რუსეთი ახლა იმას არ დაიწყებდა აქ რაღაცა სახმელეთო ოპერაციებს და წერტილოვან დარტყმებს და უბრალოდ არ ეცელებოდა გენშტაბს ესე იგი საიუველირო სიზუსტით განსაზღვრაში. ეს დაგვაყრდნენ რაღაც უამრავ ისკანდერებს და ვარეშნიკებს და უბედურებას. შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღიც ეხმარათ და მოდელირება არსებობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება მილიონიან ქალაქზე პირდაპირ იმ წამსვე იწვევს 200,000 ადამიანის გარდაცვალებას. დანარჩენი დასხივდება და რა 7, 5, 15 წელიწადში ისედაც დაიღუპება დასხივებით რადიაციის გამო. და ეს ადგილი კიდევ დაახლოებით რამდენიმე ასეული წელი სიცოცხლისთვის უსარგებლო იქნებოდა. ამ შედეგს მივიღებდით რეალურად. რატომ? იმიტომ რომ იმ მომენტში 2022 წლის განმავლობაში რუსეთის არმია არ იყო მზად ამსეთი სცენარისთვის. რუსეთის ოპერაცია იყო გათვლილი ბლიცკრიგზე, სწრაფ, ესე იგი, უკრაინული არმიის ნაწილობრივ წინააღმდეგობაზე და მე მახსოვს მაგალითად ჩერნიგოვში რო შევიდნენ, ჩერნიგოვის ოლქში სამხედრო ნაწილს ალყა შემოარტყეს რუსებმა, უკრაინულ სამხედრო ნაწილს და შეუთანხმდნენ, რომ ჩვენ თქვენთან საქმე არ აქვს, პრობლემა არ აქვს, ჩვენ აი კიევზე მივდივართ და უბრალოდ ზურგში არ გვესროლოთ. იმათ მოუწეს კი ბატონო, წავიდა ეს რუსის ჯარი კიევის მიმართულებით და უკრაინელები გამოვიდნენ და ესროლეს ზურგში და გაიჭედა მე ანუ იბრძოლეს. ამ დროს რატომღაც რუსეთის არმიას ჰქონდა მოლოდინი, რომ უკრაინის არმია არ იბრძოლებდა. დაბნეულობა იყო დიდი ამ ეს დროს, ანუ რუსეთის რესურსი იმ დროს 100 ჯამში იყო 130,000 ჯარი, ოფიციალური არმია და 30,000 დონბასის ლაშქარი. 160,000 კაცი ყავდა იარაღის ქვეშ. და უზარმაზარი ოპერაცია ჩაატარა იქ სამხრეთიდან ხერსონი, ზაპოროჟიესკენ, კიევზე წავიდნენ ბელორუსიიდან, ანუ ფრონტის ხაზი აღმოჩნდა უზარმაზარი. და რუსეთს მართლა პრობლემები შეექმნებოდა, ანუ არ ყავდა ხალხი. უკრაინის არმია იმ დროისთვის იყო 225,000. 225,000 და ნუ იქ მერე ტერიტორიული ბევრი ხალხი გამოვიდა მოხალისეები და უმრავლესობა იყო დარწმუნებული, რომ რუსეთს მოიგერიებდნენ და მერე შეუტევდნენ და ასე შემდეგ. ნუ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა უკრაინელი ხალხი და სამწუხაროდ ჩვენც ისევე როგორც ჩვენც აფხაზეთში რა გვინდოდა, აფხაზეთში ტანკით შესვლა პროპაგანდა იყო, პროპაგანდის რეზულტატი იყო. გინდაც ხინვალში შესვლა პროპაგანდის რეზულტატი იყო, რომელიც ჩემი აზრით გარეძალებმა მოგვახვიეს თავს, იმიტომ რომ საჭირო იყო რუსეთსა და საქართველოს შორის მუდმივი გამაღიზიანებელი პრობლემის შექმნა, რომელიც შეუძლებას გახდიდა ორი ქვეყნის ნორმალურ ურთიერთობას ერთმანეთთან. რატომ? იმიტომ რომ ორი ქვეყანა რო ურთიერთობს საქართველო და რუსეთი დაალაგებულად როცა იყვნენ ერთმანეთში, სინერგიული ეფექტი იყო უზარმაზარი, ხო? რა ვიცი, აი, კარგი გამოვლენა არის გენერალი პეტრე ბაგრატიონი, რომელიც ბოროდინოში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, ხო და შეეწირა იმპერიის ინტერესებს ნაპოლეონთან ბრძოლაში. მეორე სინერგიული ეფექტი გახლავთ აგერეს იოსებ ბესარიონიძე სტალინი, ბერია, ხო, რომელმაც აბურმა საოცრებები აკეთეს. ხო და ანუ 2+2 ხო 4-ია, მაგრამ აი რუსეთის და საქართველოს ალიანსის ნებაყოფლობითი ალიანსის შემთხვევაში 2+2 შეიძლება იყოს 100. ასეთი ეფექტები იდება და ეს არ ვიცი რითი არის გამოწვეული, ამას ფსიქოლოგები, სოციოლოგების შესწავლა უნდა და აი ასეთი ალიანსები დავუშვათ უკრაინის და რუსეთის იგივე სინერგია შეიძლება 2+2 ამ შემთხვევაში 50 იყოს. მაგრამ აი ამას წინათ იყო მაქსიმ შევჩენკო ჩამოსული ლევან პირველის წლის დავზე და ვისაუბრეთ ამაზე, რომ აი ეს რაღაცა ხდება რა. რაღაცა არის არა ამ ქვეყნიური ანაბუნებრივი, რომელსაც ავსებთ ალბათ, აი ეთნოფსიქოლოგია ხო ყველას თავისი აქვს, ახლა რუს თავისი ეთნოფსიქოლოგია აქვს, აი არის ერთი ეთნოფსიქოლოგი ვასილევი, რომელიც აღწერს ამას მათ შორის ქართველებზეც წერს ცალკე, მაგრამ აი რუსებს აღწერს როგორც
ლამინარიები, აი ზღვაში წყალმცენარე რო არის ლამინარიები. რუსის ხასიათი აი ლამინარიასავით არისო, ნაკაც იყვება წყალს ასე ირხევაო, მაგრამ შტორმის დროსო, ნუ გიждდებაო რა. ანუ პრინციპში ესეც არის. ხო, და საქართველებზე წერს რომ ქართველებიო როგორ წეს არ მინდა შემეშალოს, მაგრამ მოკლედ ქართველებიო არ ფიქრობენო დაგროვებაზე, რაღაცა პულის დაგროვებაზე. დღევანდელი დღით ცხოვრობენო ამის ახსნაო შეიძლება ეს ვასილევი არ იყოს, მე მეშლებოდეს ავტორი ქართველების შემთხვევაში, მაგრამ მოკლედ ამ ქვეყანასო მტერი რო შემოესეუდა ხოლმეო და იმდენად ხშირად შემოესეუდა ხოლმე რომ და შენახვა სიმდიდრის და დაგროვებას აზრი არ ქონდაო, მტერი წაიღებდაო და რაც ქონდა თუ ხარჯავდენო დროსტარებაში, ქეიფში და ასე შემდეგ. ხო და ამან ჩამოაყალიბა ეთნოფსიქოლოგია, რომ აი დღეს ვიცხოვროთ რა, ხვალ მტერი მოვა, შეიძლება საერთოდ აღარ ვიყოთ. ამან ნუ ერთ-ერთი ვერსიას ვამბობ ახლა. და შემდეგ მაგრამ აი კრიზისის დროსო, ან შემოსევის დროსო, ან რაღაცა სერიოზული პრობლემის დროსო განსვიფრებას იწვევს ქართველების საორგანიზაციო ნიჭი. ერთიანობა. ხო, აი ძნელბედობის ჟამსო საათივით მუშაობსო მექანიზმიო, ყველა მიცის თავის საქმეო. და ნუ ასეთი რამე იშვიათად ახასიათებს რომელიმეერსო რა. 2008 წელს ხო გვახსოვს ირაკლი, როდესაც ომი დაიწყო ცხინვალში, ყველა აი გაერთიანდა მაშინ პოზიცია, ოპოზიცია, ყველა გაერთიანდა. 13 ივლისის ტრაგედია გავიხსენოთ, როგორი ერთიანები ვიყავით. ანუ ჩვენ ვართ ერი, რომელიც ყოველთვის ერთმანეთის ოპოზიციაში ვართ, მაგრამ აი როდესაც არის რაღაცა მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის გადაწყვეტილი კრიტიკულ მომენტში ჩვენ ვართ ერთიანი ერი, რომელსაც ძალიან ბევრ შეშურდება ამის. კი ბატონო. თუნდაც აი პატრიარქის მიერ დაწესებული ეს 17 მაისის ოჯახის სიზმრის დღე, ეგეც ეხო განსაცდელის გამო დაწესდა ეს. რა თქმა უნდა. გარედან მოსული განსაცდელი, რომელსაც ადგილობრივი ვიღაც აგენტურაც ხარს უჭერდა, მაგრამ 17 მაისს უმრავი ხალხი გავდის თელ საქართველოში, ხო რა ვიცი, თითქმის მილიონი ადამიანი გამოდის გარეთ. მოკლედ დაუბრუნდეთ მაინც ამ თემას, ირაკლი, როგორ ფიქრობთ თქვენ? აი რომ ამოვწუროთ ეს საკითხი და შემდეგ უკვე საქართველოს საკითხებს შევეხოთ. თუ არ წავიდა უკრაინის პრეზიდენტი დათმობაზე, ანუ არ წავიდა და არ მოაწერა ხელი იმ ხელშეკრულებას, იმ გეგმას, რომელიც შესთავაზა მას ამერიკულმა მხარემ. ამის შემდეგ რა ხდება? ტრამპი გაბრაზებულია. ეს აშკარად ჩანს, მის ყველა თითქმის უკვე ეს ერთი კვირა იმეორებს, უკვე მე რამდენიმეჯერ გაიმეორა სიტყვა, რომ მას საკითხულიც არა გეგმა. ზელენსკის დარჩა 2 დღე. აი შაბათი და კვირა. ამ 2 დღის განმავლობაში თუ არ დაეთანხმება ტრამპის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს, შემდეგ ნაბუ დაიწყებს აუდიო ჩანაწერების, ვიდეო ჩანაწერების და დოკუმენტური მასალის გამოქვეყნებას აუცილებლად მივა. რაც მას არ უნდა. რაც შესაძლოა უკვე განიხილეს დაუშვათ ბრიტანეთმა ზელენსკისთან და თუ ბრიტანეთმა უთხრა ზელენსკი შენ მაგაზე არ ინერვიულო, ჩვენ მაგას დავარქვევ ჩაუპიარს და რაღაცა, ნუ გაგაправებთ. ამ შემთხვევაში როგორ შანს ესეც მოხდა, მაგრამ აი კალამოისკი გუშინ გამოვიდა მაგალითად აი ეს სასამართლო პროცესზე საინტერესო რომ მინდიჩზე იყო მინდიჩის ლიკვიდაციის თელობა იყო, შეეშალათ იქ სახლი და კალამოისკის სახლში შევიდნენ იმ გვერდ-გვერდ არის თურმე სახლები და მოსამსახურე ქალს ესროლეს, რომელიც კალამოისკის სახლს ალაგებს. და იქ ისე არისო კალამოისკი მახსნა ეს სახლები, რომ მეც ერთხელ მეც მინდიჩთან სტუმრად რომ მივიდიოდიო, მეც შემეშალაო კარებიო. ანუ მინდიჩი რა არის ამ შემთხვევაში? მინდიჩი არის მოწმე, ოქროს მოწმე, რომელიც გაიქცა ისრაელშია, იმალება. მოზეს თავდასხმა იყო. ხო, მაგას მომუყვები და 2 კილერი არის აყვანილი და ერთ-ერთმა თქვა, რომ ერთ-ერთი ამოიცნო დიასახლისმა კი არა მომსახურებელმა დამლაგებელმა ქალმა, რომ 2 კვირით ადრეო ეს მოსული იყო და მეკითხებოდა მინდიჩი აქ ცხოვრობს თუ არა. ჟურნალისტი ვარო, ასე წარმოგიდგა. ეს შესაძლოა იშორებდნენ მოწმეს
და ну საინტერესო პროცესები ველოდ ანუ ზელენსკიზე დამოკლეს מחვილი სულ უფრო და უფრო ქვევით მოდის ეხლა ძალიან მას უნდა რა ეხლა რისთვის იბრძვის ტრამპმა გუში რა თქვა უკრაინაშიო ჩემი გეგმაო სამშვიდობო გეგმა ყველას მოეწონა ზელენსკის გარდა ანუ უკრაინელებს მოსწონთ რომ ზელენსკის არა ზელენსკის უნდა ეხლა რომ ეს ტერიტორიების დათმობა ანუ ზელენსკის უნდა რომ არ გახდეს სამიზნე უკრაინელი რადიკალური ნაციონალისტების რომელიც შეერაღებულები არიან მათი წეშინია ძალიან ცუ არა მათი უნდა ეშინოდეს ყველა ამიტომ თუ ის მოაწერს ტერიტორიების დათმობას ხელს რა გამოსავალი აქვს ხო ამ შემთხვევაში ის გახდება პირდაპირ სამიზნე ესენი ადრე თუ გვიან მოძებნიან და მოკლავენ ამიტომ გამოსავალი ზელენსკიმ მიპოვა რა რომ ტერიტორიების საკითხზე მე რეფერენდუმს ჩავატარებ ეს არის სუსტი და უპასუხისმგებლო ლიდერის პოზიცია, ანუ თვითონ არ უნდა პასუხისმგებლობა და რეფერენდუმში ხალხს უნდა დააგადოს. ხალხი დღეს როგორ განწყობაზია, რა ტრამპმა თქვა რომ 84% უკრაინელების მშვიდობა უნდა, ეს მართლა ეგრეა და შეიძლება მეცაც უნდა. ხალხი რა თქმა უნდა ეხლა იტყვის რომ ოღონდ მშვიდობა იყოს რაღაც კრამატორსკი და სლავიანსკის გამო ბომბები მციოდეს, არ უნდა უმრავლესობას. თუმცა ზელენსკი კიდევ ხალხს გადააბრალებს, ნუ მე რა ვქნა, მე არ ვთხოვდი, მაგრამ აი ხალხმა რეფერენდუმზე თქვა რომ დაუწყო. პასუხისმგებლობის არ დება. ეს არის ნუ აი სკერი. პოლიტიკოსისთვის. მაინც არ დაიცავს იმ რადიკალი უკრაინელების. ანუ ეს რას ნიშნავს, ნახე, ეს პოზიცია ნიშნავს, რომ ჯერ ერთი ამ ნაციონალისტების სამიზნე არ უნდა გახდეს. და მეორე კიდე ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში დარჩეს. კი. ამის საშუალებას ახლა არ მიცემ და ამბობს რას რომ მე არჩევნებს კი ტრამპი ხო ითხოვს არჩევნები ჩაატარეთ. არჩევნებს ჩავატარებ თუ უსაფრთხოების გარანტიებს მომცემთო, ანუ უსაფრთხოების გარანტიები თუ იქნებაო. მოკლედ ევროპა კიდე ზელენსკის არაძლევს საშუალებას დაამთავროს ეს ომი. და აშკარა კონფლიქტი არის ახლა დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის და ნუ ეს მერცი მაკრონიც ამ ამბავში არიან. ტრამპი უკვე გამოდის ინიციატივით, რომ ევროპაში სხვა პარტნიორებზე დადოს ფსონი, ეს გახლავთ იტალია, უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი. აი პოლონეთმა უკვე შეცვალა ცოტა ეს ნავოროცკი უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც ტრამპისთვის უფრო მისაღებია. თუმცა მაგალითად რო შეიკრიბა იტალია ბოლომდე შეიძლება წავიდეს ამაზე, ბოლომდე სანდო რამდენად არის სირაკე. ჩემი აზრით იტალია პრაგმატული პოზიცია აქვს, იტალია შეიძლება საერთოდ გამოვიდეს ევროკავშირიდან. ომში საერთოდ არ მივიღებთ მონაწილეობასო. თქვენს კი. რაღაცებს აგზავნიან იქ, მაგრამ მნიშვნელოვანს არაფერს. და როცა იყო აი ახლა ბრიუსელში შეხვედრა, ხო, მისი ზელენსკის, მაკრონის, სტარმერის და მერცის, ყველა ელოდებოდა რომ პოლონეთს მიიწვევდნენ. აი პოლონეთი არ მიიწვიეს. რატო არ მიიწვიეს? იმიტომ რომ არ ენდობიან. პოლონეთი ამერიკელებთანაც თამაშობს და ბრიტანელებთანაც და ნუ ევროპელებთანაც. შესაბამისად აი ეს ქვეყნები ამ ქვეყნებს შეიძლება ახლა ბულგარეთიც შეუერთდეს სხვათა შორის. მე ნიშნავს სხვათა შორის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადებას. ეს არის ხო ახლა პოლონეთის ეს განცხადება ნიშნავს რომ ამას მიყვებიან ლიტვა მინიმუმ ლიტვა ლატვია ისედაც არაფერში არ ერეოდა ახლა სიმართლე რომ ვთქვა ლატვია ფულს შეულობს რუსეთთან ვაჭრობაზე ლიტვაც შეულობს ფულს მაგრამ ლიტვა უფრო აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა და ლიტვაც პოლონეთს მიყვება თუ ეს ამერიკის პოზიციისკენ წავლენ აი ეს არის რეალობა, ეხლა რა შეიძლება ეს ამბავი შეცვალოს, ხო, რუსეთ-ამერიკის ასეთი შეთანხმება ომთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ ომთან დაკავშირებული შეთანხმება. ისინი შეთანხმდნენ ეკონომიკაში, სოფლიო ეკონომიკაში, რაქნან, გადანაწილება, ერთობლივი პროექტები. ამაზე უკვე შეთანხმება არსებობს, უბრალოდ ჩვენ დეტალები ჯერ არ ვიცით. თანაც დავაკვირდეთ ვინ მონაწილეობს, ხო, ბიზნესის ხალხი მონაწილეობს. დიახ, რომელთაც არანაირი ესე დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს. და ფაქტიურად ოჯახები მონაწილეობს. ოჯახის წევრებიც, მაკაცი და სიცე. ხო. აქეთ რუსეთის ყველანაც ეს დმიტრიევი ვინ არის პუტინის ქალიშვილის, ეს არის ხო, უახლოესი მეგობარი. და ბიზნესმენია. ბიზნესმენია ბიზნესმენია ვიტკოფი, ჯარედ კუშნერი.
ეხლა BlackRock-ი ერთვება, შემდეგ რაუნდზე BlackRock-ის პრეზიდენტი Finke, Larry Finke. კი, გამოქვეყნეს და მოკლედ ეს ფულის ნაკადების გადანაწილება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის იქ არის ფოტოშორის აი მაგალითად სახალინი პროექტებია რუსეთში, სახალინი 1, სახალინი 2, სადაც იყო ამერიკული კომპანიები ჩართული, მაგრამ მე გავიდნენ ამ ომის დაწყების გამო და ეხლა ისინი ბრუნდებიან და იქ იაპონიაც იყო. იაპონური 30% იაპონია იყო, 30% ამერიკელები და დანარჩენი რუსები. და უზარმაზარი ნავთობის მარაგებია იქ სახალინის ზღვაში. და იდეა იყო რა, რომ ამერიკელებს და იაპონელებს ფული უნდა ჩაედოთ, ტექნოლოგია უნდა ჩაედოთ, იმიტომ რომ რუსებს ზღვაზე ბურღვის თანამედროვე ტექნოლოგიები არ აქვს თავისი. იქ სპეციფიკური ბურღვა ჭირდება. და ეს ყველაფერი ბრუნდება ხათეულობით მილიარდებზე ლაპარაკი ყოველ წელს. შემდეგ მოკლედ ლაგდებიან რა, დაალაგეს ახლა ბიზნეს ინტერესები, კომერციული ინტერესები, გეოპოლიტიკური ინტერესები და ჩვენთვის ჩნდება გარკვეული შესაძლებლობები. რა შესაძლებლობები გიჩნდება ჩვენ ირაკლი შევმოვიდეთ უკვე საქართველოში რა შესაძლებლობებს აჩენს ეს ურთიერთობები საქართველოსთან ძალიან ბევრი ადამიანი განსხვავებულია ეს მოსაზრება ნაწილი თვლის რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ჩვენ არ გვაწყობს იმიტომ რომ შემდეგ შესაძლებელია საქართველოს დაზარალდეს ნაწილი თვლის რომ უკრაინის რუსეთის მოგების შემთხვევაში რუსეთს არანაირი სურვილი არ გაუჩნდება უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდება და მას არ ექნება სურვილი საქართველოსთან კონფლიქტის დარეგულირების. მოკლედ, წაგებული უკრაინა გვაწყობს მოგებული მე არ ვფიქრობ რომ საერთოდ საკითხის ასე დაყენება არის სწორი, მაგრამ საქართველოს რა შესაძლებლობები უჩნდება რუსეთ-ამერიკის აი ამ ურთიერთობებში და ნახეთ თურქმენეთის დედაქალაქში აშხაბადში სადაც არის საერთაშორისო წრის ფორუმი იმართება, იქ იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იმყოფება რუსეთის პირველი პირი და დღეს სხვა შორის გია ვოლსკიმ ვიცე სპიკერმა შეაფასა ეს ვიზიტი და თქვა მან განცხადება ესეთი რომ ფორუმში პუტინის მონაწილეობა არ ნიშნავს რომ ირაკლი კობახიძე არ უნდა შეხვდეს მაგალითად იგივე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს როგორ ფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ქონდა და განცხადებაც ამაზე მექნება საუკითხვა მაგრამ რა შესაძლებლობები გვიჩნდება და გამორიცხავთ თუ არა თუნდაც აი ეს შემთხვევით შეხვედრას პრემიერის და პრეზიდენტის არაფერს არ გამოურიცხავ, რეალობა არის შეცვლილი. ჩვენი მთავარი პრობლემა დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ იყო რაში? რომ დასავლეთი ჩვენ გვიყენებდა რუსეთის წინააღმდეგ დამთავრებულ კოცონში შეშად. იდეა დასავლეთის, რაც საბჭოთა კავშირი როგორც კი დაიშალა, დასავლეთის იდეა იყო, რომ რუსეთის შემდგომი დაშლა გაგრძელებული. ამიტომ ისინი ეხმარებოდნენ სეპარატისტულ მოძრაობებს, იქ ჩეჩნეთის პირველი ომი, ჩეჩნეთის მეორე ომი, ტერორისტული მოქმედებები დაღესტანში და რუსეთის ტერიტორიაზე ცდილობდნენ ისლამური რადიკალიზმის ფაქტორი გამოეყენებინათ და ასე შემდეგ. და ნუ საქართველოს ტერიტორიას იყენებდნენ, აზერბაიჯანის ტერიტორიას იყენებდნენ იმისთვის, რომ მოემარაგებიათ ეს რადიკალები იარაღით, ტყვია-წამლით, ფულით და ასე შემდეგ. პანკესის ხეობის ამბავი გავიხსენოთ კილაევის ხო. და ჩვენი მთავარი პრობლემა ეგ იყო, რომ ჩვენ დასავლეთი გვიყენებს რუსეთის წინააღმდეგ. და გულისხმობდა რა და ეს ხდებოდა რატო? იმიტომ რომ რუსეთი და დასავლეთი არ იყვნენ ერთმანეთთან მოლაპარაკებული ახალი თამაშის წესებზე. პოცდამის წესრიგი დაინგრა ძირითადად საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ და ახალი წესები არ შემუშავდა. მე მახსოვს ახლა, როდესაც EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეებზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეებზე დავდიოდით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. რუსები დაძდევდნენ ესე იგი სელეზნოვი, ჟირინოვსკი, ამერიკელ დელეგაციას, რომ მოდი დავждდე დავილაპარაკოთ ერთ დელეგაციები. ამერიკელები იგნორირებას უკეთებდნენ, უარსეუბნებოდნენ, აი დამცინავად თან ესე ცინიკურად. თქვენთან რა გვაქვს ალაპარაკო, ზევიდან უყურებ. ესენი გიждდებოდნენ. ანუ არ აღიქვამდა როგორც თანაბარ ძალას რა, შეერთებული შტატები რუსეთს. და ნუ ახლა ეკონომიკური მონაცემებით მართლაც შემორჩენილი იყო, ხო ვთქვით, ახლა ლიცინის დროს 60 მილიარდი იყო ბიუჯეტი.
ერთი პერიოდი 30 მილიარდიც იყო. მე რატომ ახსოვს, იმიტომ რომ 30 მილიარდი დოლარი იყო რუსეთის ბიუჯეტი ამ ხელსახელმწიფოს და ნიუ-იორკის ბიუჯეტიც დაახლოებით იგივე იყო. ანუ ეს შეუთანხმებლობა ჩვენთვის იყო სერიოზული პრობლემა. ხო, ეს აფხაზეთიც მაგიტო მოგვიხდა, რომ აი ჩვენთან ბარიერი, ისეთი ბარიერი შექმნეს, რომ შეუძლებელი იყოს დაალაგება იქ მოლდოვაშიც დნესტრისპირეთის თემა იყო, ყარაბაღის კონფლიქტი არავინ არ ხელს არ კიდებდა და ასე აწყობდა. დასავლეთის მთელი გეოპოლიტიკური საქმიანობა, საგარეო პოლიტიკა ჩვენს რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ემყარებოდა არსებული კონფლიქტების შენარჩუნებას. ახლაც ესე მას არ შეუცვლიათ ეს. ახლაც ესეა და აი აზერბაიჯანმა რომ მოაგვარა ეს თავის ყარაბაღის, მთიანი ყარაბაღის პრობლემა, ეწყინათ, დასავლეთში ეწყინათ სერიოზულად, როგორ თუ უჩვენოთ მოაგვარა. და სანქციებს კიდევაც. და დაუწყეს ისა ხო, მაგრამ მე მივხვდნენ რომ აზრი არ აქვს და ეხლა დაათფეს ურთიერთობები, მაგრამ განსაკუთრებით ბრიტანეთთან. ჩვენ ეხლა თუ რუსეთი და ამერიკა თანხმდებიან თამაშის წესებზე, რომ იქ რანაკადები უნდა იყოს, იქ ნავთობის თემები, ენერგეტიკული თემები, უსაფრთხოების თემები ხო 1000 რაღაცა. ამ შემთხვევაში ჩვენი ამბავი გარკვეული იქნება რა. გარკვეული იქნება და ეხლა ჩვენ გეოგრაფიულად სხვაგან ვერ გადავალთ, ხო? ოკეანეთში და ზელანდიის მეზობელი ვერ გავხდებით, ვართ რუსეთის მეზობელი. შესაბამისად, რუსეთის გათვალისწინება ჩვენ მოგვიწევს ყველა ვარიანტში. რაც შეეხება რა გვაწყობს უკრაინაში გვაწყობს ჩვენ სამართლიანი მშვიდობა. სამართლიანი მშვიდობა, რომ მომავალში აღარ ატყდეს ომი და უბედურება კიდევ ერთხელ. ჩვენთვის მით უმეტეს ოკუპირებული როცა გვაქვს ტერიტორიები, აუცილებელია სწორედ სამართლიანი მშვიდობა. სამართლიანი მშვიდობა, ახლა სამართლიანი მშვიდობა რას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნების უფლება. ეს ეხება ჩვენს დევნილებსაც, ეს ეხება ომის გამო უკრაინაში გადაადგილებულ ადამიანებს და ყველას. ეთნიკური წარმომავლობა და ეხლა აფხაზეთში პირდაპირ ვთქვათ, პირდაპირ აპარტაიდია. ეხლა 45000 ქართველი იქ არის ცხოვრობს, გალეს რაიონში და არა მარტო და არც არჩევნო ხმის უფლება აქვს, საერთოდ არაფრის უფლება არ აქვს. თავის ენაზე, მშობლიურ ენაზე სკოლები არ არის. აპარტაიდია, რასაც რუსეთის ლევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს. კირიენკოს თამადობით, აი კირიენკო ყავთ, გაულიატერად, ეხლა იქ დანიშნული და დევნილების დაბრუნების პრობლემა არ აინტერესებს და ეხლა თუ როგორ დავაინტერესოთ ირაკლი, რატომ არის ეს თითქოს განსხვავებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ოფიციალურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია. ბევრი ადამიანისგან მომისმენია ესეთი რამ, რომ აი მაგალითად ომის დასრულების შემდეგ უკვე პუტინი უშუალოდ პრეზიდენტი ამ საქმიდან ჩამოაშორებს მაგალითად ლავროვის უწყებას. რომლის ინტერესებს მაგალითად არც იზიარებს. მე მახსოვს შევჩენკო რასაც ამბობს, რომ ეს ლავროვი აფერხებს საერთოდ საქართველოს-რუსეთის ურთიერთობების დალაგებას. მაინც დასავლური ამბავია არ ვიცი რა ამბავია, მაგრამ ძალიან ბევრი ინტერესის ჯგუფი არის რუსეთში, რომელსაც არ აწყობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება. ეს არის მათ შორის ეთნიკური დიასპორები და მათი ინტერესთა ჯგუფები, ზოგიერთი მთელი ბიზნეს რო აკონტროლებენ ისეთი ჯგუფებიც და იმიტომ რომ მე ფუნქციას დაკარგავენ ახლა სიმართლე რო ვთქვათ, როგორი ვარიანტია იცი ახლა არ მინდა ახლა სხვა ეთნიკური ისენი ჩამოვთვალო, მაგრამ 15 ეთნიკური ადამიანი, სხვადასხვა 15 ერის წარმომადგენელი და ქართველი როცა არის რუსი, უმრავლეს შემთხვევაში სამეგობროდ ირჩევს ქართველს. კი ბატონო. რატო? იმიტომ რომ იმიტომ რა. იმიტომ რომ ქართველია. არა, იმიტომ რომ ქართველი რო არის, ამას ეს ნიშნავს რომ სხვა ფსიქოლოგია გვაქვს, სხვანაირი აღზრდა გვაქვს. მაინც ერთგულება უფრო მეტად ვიცით, საქმის კეთებაც ვიცით, ჭკუა გვიჭრის, კულტურული ხალხი ვარ და ასე ბევრი რაღაცა. მაგრამ საერთოდ ნაკრებს ეხლა ეს ჩვეულებრივი რუსი ადამიანი ამას ხვდება, ხო? და შესაბამისად და ეს არ უნდა ეხლა ვისრათ უნდა ეხლა ეს რომ კონკურენტი. ეხლა რაც შეეხება რა ჩვენ რა პერსპექტივა გვაქვს ახალ შექმნილ სიტუაციაში იმ პირობებში, როცა ძირითად თამაშის წესებზე რუსეთი და ამერიკა მოილაპარაკებენ.
ამ შემთხვევაში ჩვენ რეალურად გვაქვს ორი ვარიანტი. და ეს ადრე თუ გვიან ახლა გამოჩნდება. პირველი ვარიანტი ეს არის სამხედრო ნეიტრალიტეტი. სამხედრო ნეიტრალიტეტი რაც აი მაგალითად ახლა თურქმენეთში რაც ხდება, თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლის თავის ზეიმზე ჩავიდა ჩვენი პრემიერი და ბევრი ქვეყნის პირველი პირი. თურქმენეთმა როგორ გააკეთა ნეიტრალიტეტი არის ჩვენთვის სერიოზული ვარიანტი, ოღონდ ეს ნეიტრალიტეტი რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ და შემდეგ უნდა ცნოს სახელმწიფოებმა. სხვადასხვა მოდელები არსებობს, ერთი უნივერსალური არ არსებობს. შვეიცარიამ 1865 წელს გამოაცხადა თორსტები ნეიტრალიტეტი და მეზობელმა სახელმწიფოებმა ცნეს. კი ბატონო, თანახმავართ. თურქმენეთმა 94 წელს 1994 წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და შემდეგ გაიტანა საკითხი მოახერხა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა და უმრავლესობა სახელმწიფოებმა დაეთანხმა, კი ბატონო. არის კოსტა-რიკა მაგალითად, ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და სამხედრო თავდაცვის სამინისტრო არ ყავს, ჯარი არ ყავს საერთოდ. და მეზობლებმა ცნეს, მეზობლებმა თავარი ის არის შეერთებული შტატები. მაგრამ იქ სხვა სახელმწიფოებიც არის და კი ბატონო იყავით ნეიტრალური და არის ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა სხვათა შორის ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბევრი კუთხით. ავსტრია, მაგალითად, ავსტრია იყო რა, ავსტრია პირდაპირ ახლა პოცდამის მერე სტალინის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის და უკვე საფრანგეთის ერეოდა ევროპის საქმეებში ამათი შეთანხმებით ავსტრიამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და დღემდე ინარჩუნებს. აი ეს ავსტრიული მოდელი ჩვენთვის არის პრინციპში მისაღები. აი ნეიტრალიტეტი რას გულისხმობს ახლა? ნეიტრალიტეტი გულისხმობს, რომ შენ არ წევრიანდები არც ერთ სამხედრო ბლოკში. შენ არ განათავსებ არც ერთი უცხო სახელმწიფოს ჯარებს შენ ტერიტორიაზე. და თუ დაიწყება ვიღაცის ომი, აი მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომი კიდე ერთხელ თუ დაიწყო ან სომხეთ-აზერბაიჯანის, ხო, შენ არ ჩაერევ. ამას აცხადებ რა, ძირითადად ეს სამი კომპონენტია. ეს ცუდი ვარიანტი ჩვენთვის არ არის, რატომ? იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად ჩვენ ვართ სად? რუსეთის სივრცე, თურქეთის ანუ ნატოს თურქეთის სივრცე და თურქეთი ორგანზომილებიანი ნატოს სივრცე, იქეთ კიდე ირანის, სომხეთ-აზერბაიჯანის ესე იგი ურთიერთობის მოდელი და ირანის სივრცე და შუა აზია, იქით მე უკვე ყაზახეთი და კასპიისკი. და ერთგვარი რუსეთს ახლა აქვს როგორი პოზიცია, რომ რუსეთი ამბობს, რომ მე ვამბობ ინტელექტუალურ წრეებზე რუსეთის, ხო, ესენი ამბობენ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს საბჭოთა კავშირის აღდგენა. აი მაგალითად დიმიტრი ტრენინი ამბობს, კარაგანოვის დაახლოებით იმას. ჩვენ თვითონ ისედაც ვართ იმპერია, რუსეთი იმპერია, მაგრამ ჩვენ საბჭოთა კავშირის აღდგენა არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ადრე თუ გვიან ეს იმპერია ისევ ჩამოიშლება, როგორც რუსეთის იმპერია დაიშალა, როგორც საბჭოთა კავშირი და ყველაზე რუსეთი ესე იგი ზარალდება ძალიან. ამ დროს იმპერიას რო ვაკეთებთო, იმპერიის ყველა მოქალაქე არის თანაბარ უფლებიანი, იქო მაშინ იმპერია ვერ იქნება. თუ თანაბარ, ანუ შენ შეგიძლია რომ ჩააყენოს ეს ყველაზე რუსი არის ყველაზე მაგარი და დაუშვათ თურქმენი, ქართველი, სომეხი და მოლდოველი, მეორე ხარისხოვანი და დაუშვათ ნაკლები გადაუხადო ხელფასიან, პენსიად რაღაც. ამ შემთხვევაში ეს იმპერია ვერ იქნება. იმპერიას ის გამოარჩევს, რომ ეთნიკური, რელიგიური კუთვნილების გარეშე ყველა ჰქონდეს თანაბარი უფლებები. და ამ შემთხვევაში ეს უფრო მდგრადია. რომის იმპერიაც ასე იყო პრინციპში, ხო რომ თუმცა იქ მონების მონათლობელური მონები იყვნენ დაპყრობილი ხალხებისგან, მაგრამ ეს სხვა არის, მაგრამ რომის მოქალაქე თუ იყო ის ყველა ეთნიკური მის გარდა განურჩევლად თანაბარ უფლებიანი. შესაბამისად, აღდგენა არ უნდათ ამ იმპერიის, მაგრამ უნდათ თავისი ტერიტორიის გარშემო უსაფრთხოების სარტყელი. დასავლეთის კოლექტიურ და ნატოს ხო ის უნდა ცეცხლოვანი სარტყელი. ამათ უნდა მშვიდობიანი სარტყელი. რომელი გურჩევნია ხა ჩვენ ცეცხლოვანი თუ მშვიდობიანი სარტყელი? მშვიდობიანი რასაკვირველია. ხო. აქედან გამომდინარე ეს სამხედრო ნეიტრალიტეტი. სამხედრო ნეიტრალიტეტი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ რაღაც საერთაშორისო პოლიტიკურ საქმეებში შენ პოზიცია არ დააფიქსირო. შეგიძლია? ხო. აი ეს ერთი მოდელია, რომელიც მუშა მოდელია, მაგრამ ამ შემთხვევაში
რთული იქნება რუსები დაარწმუნო იმაში, რომ აფხაზეთი დააბრუნოს. თუმცა შეუძლებელი არა, მაგრამ რთული. იმიტომ რომ რუსები რაც ახლა მე სადგემდო ახლა შენ ვიღაცა სააკაშვილისთან რიგიჟი რომ მოვიდეს კიდე ჩაწერი შენ კონსტიტუციაში რომ მიდიხარ ნატოში ან რაღაცა მთვარეზე და ამას კიდევ აქვს გარანტირებული ორი გადასასვლელი რომელიც არის საქართველოს და რუსეთის შორის აფხაზეთი და როკის გვირაბი გადაკეტილი აქვს და აფხაზები ყავს ფარად თან ნელ-ნელა აფხაზების დემოგრაფიული დასლა მიდის ჩვენთან სანამ იყვნენ თითქმის 100,000 იყვნენ ახლა 60,000 აფხაზი დარჩა აფხაზეთში და განუხრელად იკლებს მათი რაოდენობა ანუ დაახლოებით 5-7 წლის პერსპექტივაში აფხაზი უკვე ყველაზე დიდი ნომერ პირველი ჯგუფი აღარ იქნება აფხაზეთში რაოდენობით და ერთი თაობის შემდეგ ამ რეგიონის სულსყვანელი დემოგრაფია. როგორ არ მიმეტება ამისთვის აფხაზები? თვითონ აფხაზები არ მიმეტებიან ამისთვის. ირაკლი. მეორე ვარიანტი მინდა ვთქვა. დიახ, კი ბატონო. მეორე ვარიანტი მინდა ვთქვა, ეს ერთი ნეიტრალიტეტის ვარიანტი და მეორე ეს არის, რასაც რუსები ამბობენ, რუსი ექსპერტები, რომ ეს არის სამოკავშირეო სახელმწიფო. აი რასაც ბელორუსის და რუსეთის კავშირი მაგათ საერთო სახელმწიფოებთან კავშირი. Союзное государство, ანუ სამოკავშირეო სახელმწიფო თუ რაღაც. სადაც ახლა ბელორუსი იმას საგარეო პოლიტიკას კოორდინაციაში არის რუსეთთან, სამხედრო უსაფრთხოების საკითხები კოორდინაციაში, დანარჩენი რუსებს ხურს არ აყოფიებს რუსული ბიზნესი ვერ შედის ბელორუსიაში. სხვადასხვა დონბასი იყო იანუკოვიჩის დროს, ეგრე რუსებს იქ არ უშვებდნენ. აი ეს ამას რუსები განიხილავენ. აი ასეთ შემთხვევაში უკვე ასეთ შემთხვევა რუსებს რატო შეიძლება აწყობდეთ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში თუ სამოკავშირეო სახელმწიფო შემთხვევაში უკვე ამ ბაზას, რომელიც დღეს გუდაუთაშია და ახალგორში და ჯავაში უკვე საქართველოს საშუალება მიეცემათ საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე, ანუ ნატოს საზღვარზე და დააფიქსირონ, გადმოიტანონ ან ახალი აშენონ ან როგორც იქნება. აი ეს ორი ვარიანტი იქნება ძალიან მალე ჩვენს წინაშე. ის 78 მუხლი რაც შეგვაწერია ძალით დასავლეთმა ახლა ნატოში მიდიხარ იქ რაღაც ანაკლია სპორტი და დიდუბის ვაგზალი. ეს კონსტიტუციიდან სრულიად ამოუსაღებია კონსტიტუცია ძალიან მალე უნდა შევცვალოთ ჩვენ და არა მარტო ამ 78 მუხლის გამო. თვითმმართველობის პრობლემები გვაქვს, რეგიონალური მოწყობის პრობლემებია, პარლამენტის მაჟორიტარებია დასაბრუნებელი. ძალიან ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას აფერხებს. ეხლა ის რომ ხელისუფლება იძახის რომ რაღაცა ევროკავშირში მივდივარ და 30 წელს 30 ევროკავშირში ეს არის რა რომ ეხლა რო თქვას ხელისუფლებამ რომ აღარ მივდივართ ევროკავშირში მაშინ თანხებს ითხოვს შეიძლება მოითხოვონ კომპენსაცია რაც მე შენთან დავხარჯე და გიგაურს და იმას თამარჩუბოში $10,000 ხელფასებს ვუხდიდი ეს ესე იგი თქვენ იმას გენით ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამის კომპენსაცია. ირაკლი, სხვათა შორის საინტერესო განცხადება ქონდა პრემიერ-მინისტრს და მაინტერესებს რას გულისხმობს ეს. განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას. და სწორედ ეს ფორუმი გვაძლევსო კოლეგებთან ამ საკითხთან თანამშრომლობის და საუბრის საშუალებას. ეს შეაფასა ასეთი განცხადება გააკეთა პრემიერ-მთავრობის ხელმძღვანელმა. რას ნიშნავს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობა? ის მნიშვნელობა საქართველოსთვის რაზე მიანიშნა დღეს პირველ რიგში ტრანზიტის ფუნქცია, მეორე რიგში პოლიტიკურად სოლიდარობა გარე დიდი აქტორების მიმართ, იმიტომ რომ ახლა რუსეთის დომინაცია არც ყაზახეთს არ ჭირდება თავის ტერიტორიაზე, არც უზბეკეთს. და ხოდაშორის კარგად უმკლავდებიან და ჩვენს ჩვენ დღეს რო სუვერენიტეტი გვაქვს, ამდენი სუვერენიტეტი არ გქონია რაც დამოუკიდებელი ვართ, გამომდინარე იქიდან რომ
ეს დასავლელები მოვიშორეთ გადაწყვეტილების მიღებაში როცა ყოფდნენ ელჩები და საკადრო დანიშნვა არ ხდებოდა თუ ეგენი ვიზას არ მიცემდა. ასეთ მდგომარეობაში ვიყავ. ჩვენთვის ახლა შუა აზია რითი არის საინტერესო, ეს არის უზარმაზარი რესურსების ბაზა, ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია მთელ მსოფლიოში. ნავთობი, გაზი, ფერადი ლითონები, იშვიათი ბამბა, უზბეკეთის ძალიან ბევრი სიკეთეა იქა, სიაღისეულის თვალსაზრისით. ჩვენი ამოცანა არის, რომ რაღაც ნაწილი საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხდეს საგარეო ბაზრებს. ჩვენი ზღვის პორტების მეშვეობით, ხო? ეხლა მთლიანად ვერ მოხდება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რუსეთი შეუთანხმდება და ლომის წელს რუსეთის ტრანზიტული გზები წაიღებს, მაგრამ ჩვენთან სადღაც 20-25 მილიონი ტონის ფარგლებში სამომავლოდ რომ დაფიქსირდეს შუააზიური და ყაზახური ტვირთები, ეს ჩვენთვის არის აბსოლუტურად მისაღები. ამას დაემატება დაახლოებით ამდენივე ჩინური ტვირთი და საერთო ჯამში გამოვა სადღაც 40-დან 50 მილიონ ტონა ტვირთამდე წელიწადში ჩინეთის, შუააზიის და ყაზახეთის ერთობლივად. გაცილებით ამაზე ორჯერ სამჯერ მეტი წავა რუსეთს. რაღაც ნაწილი შეიძლება წავიდეს ირანი და იქით ქვევით სპარსეთის ყურის გავლით. აი ეს ალბათ საჩხუბარი და ის არ უნდა იყოს, ესა ჩემი აზრით შესაძლებელია, რომ ჩინელებთან, შუააზიელებთან, რუსებთან თურქებთან, აზერბაიჯანელებთან ერთად მოვილაპარაკოთ, რომ გადავინაწილოთ რა საჩხუბარი რატო უნდა იყოს ახლა 100%-ით ყველა ტვირთი ერთმა რო წაიღოს, ნუ არ იქნება სამართლიანი, ხო? სასუნთქის საშუალება ერთმანეთს უნდა დაუტოვოთ. ეხლა სააკაშვილმა მთლიანად გადაულოცა რუსეთს 100%-ით აბრეშუმის გზის ტვირთი და ტრანსეკას ტვირთები. მთლიანად 70 მილიონი ტონა გადიოდა იქ მარტო იქ. ეხლა რაღაცა სამართლიანი გადანაწილება ჩემი აზრით აბსოლუტურად მისაღები და ნორმალური იქნება და შუა აზიაში ახლა პუტინიც იქ არის, ხო? ყობახიძეც იქ არის, რა ვიცი, კორიდორში ერთმანეთს თვალე რო ჩაუყრან, სუდი არ იქნება, იმიტომ რომ დიალოგი არის დასაწყები. დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება დიალოგი ორ ძალასთან, ეს არის რუსეთი და შეერთებული შტატები. ახალი რეალობა შეიქმნა და ამ ახალ რეალობაში ჩვენი წინადადებები უნდა მივაწოდოთ, იმათი პოზიციები მოვისმინოთ. ტრამპის გუნდთან არის სასწრაფო დასალაგებელი ურთიერთობა, კრემლთან, პუტინის ჯგუფთან არის დასალაგებული, არ არის საჭირო ეხლა ლავროვი ვიღაცა ეს არის აი უშაკოვი და პუტინი. ეს ორი კაცი არის, ვისთანაც უნდა დაალაგდეს საქართველოს ურთიერთობა. და ლავროვს მერე დაევალება შეასრულეთ. თუ არ შეასრულებს, ჩაუშვებთ, რომ აი არ ასრულებს რას ლავროვი. და ირაკლი, გადაცემის ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ეს ძალიან კარგია, რასაც ახლა რა გეგმებზეც თქვენი საუბრეთ, მაგრამ ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი მაინც არ გვასვენებს ყოლებით ხდება რაღაცა ბოლო 2 კვირა არის სულ მუდმივად ვართ საინფორმაციო დეზინფორმაციის მოგერებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა და არ დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც მაგალითად ებრაულმა მედიამ ის გაავრცელა და ბიზნესმენი მოშე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ვიღაცისგან მიიღო, როდესაც ის სუში მივიდა გუშინ გამოკითხვაზე, მაგრამ ვისგან მიიღო ამას ვერ ამბობს, იმიტომ რომ იმას ვიღაცამ უთხრა იქ ისრაელის პარლამენტის რომელიღაცა წევრმა. მოკლედ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაიდო კვირეული თითქოს, იმიტომ რომ მიიღეს შეტყობინება საქართველოსთან მოსალოდნე ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. მსგავსი შეტყობინება საქართველოს მხრიდან არ ყოფილა. ამას ვწრებდა წინ რამოდენი დღით ადრე აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული განცხადება და ყველაზე მეტად მე მგონი აზერბაიჯანულ მედიას თვის არ იყო ეს გადაემოწმებინათ რთული საქართველოს ხელისუფლებასთან ეს ინფორმაცია და თითქოს მძღოლებს აქვთ პრეტენზიები. რა ხდება, რატო გვაჩვევენ, როგორ ფიქრობთ თქვენ ყურს ამ ტერორისტულ აქტს? ყველა ხელწერა ეს კამიტი, ეს ელისაშვილი, ეს წინა დაზვერვის ინფორმაცია არის თუ არა ერთი ხელწერა და თუ ჩაუღრმავდებით, ყველგან მაინც ეს ბრიტანული კვალი იკვეთება. კი ბატონო, ეხლა შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მიიღო ასეთი წესი, რომ ის სახელმწიფო გადატრიალებს აღარ გააკეთებს.
აი მადუროსთანაც სულ სხვანაირად მოქმედებენ პირდაპირ რაღაცა ზეწოლით და ულტიმატუმებით შენ წადი და რა თქმა უნდა აქ ეს BBC-ს მონაწილეობა ამ უილში რასაც ქვია ვითომ ქიმიური იარაღის გამოყენება ცალსახათა მიუნიშნებს რომ ბრიტანული კვალი არის ბრიტანელები ახლა წარმოიდგინეთ შავ დღეში არიან იმიტომ რომ აბსოლუტურად ულტრალიბერალურ პოზიციაზე დგანან პაკისტანელი თანამდებობის პირები ყავთ ლონდონის მერი და რაღაც არეული სიტუაცია შინაგან საქმეთა მინისტრის სხვა ეს არის არაბული რეგიონი ასე ვთქვათ. Ну ეს მათი არჩევანია დაახლოებით 20% LGBT მოსახლეობა, 20 მოსახლეობის 20%. წარმოიდგინეთ ყოველ მეხუთე LGBT. ხო მაგარი არ არის მაგარი. რომ ეს 20% ლონდონი ვიცი და შეიძლება კლიენტი ბრიტანეთი არ ვიცი. ხო და ნუ პრობლემის წინაშე ახლა რუსეთის წარმატება კიდევ უფრო თულს გახდეს მათ მდგომარეობას, მათ შორის ეკონომიკურ მდგომარეობას. რეცესიაშია მათი ეკონომიკა და ნუ იბრძვიან გადასარჩენად ფაქტიურად. კანადას ართმევენ დიდ ბრიტანეთს. და ეს ტრამპის ბრძოლა ეს არ არის მარტო გეოპოლიტიკური ბრძოლა, იდეოლოგიური ბრძოლაა. შესაბამისად, ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოში რამე არიონ სიტუაცია, რომ რუსეთის ძალების დაგსაქსვა გამოიწვია. ნუ აქ ხელისუფლება ყარად დაუდგა, მეოთხე წელია უკვე ესეთი წრიული თავდაცვა აქ. ახლა განსაკუთრებით გააქცია ხელისუფლებას, საზოგადოებას და სასულიერო საპატრიარქოს. სიტუაციური მოკავშირეები ვართ, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ბუნებრივიც არის, ასეც უნდა იყოს. ვიდრე ეს რისკები არ ჩაივლის, ასეც უნდა გავაგრძელოთ. ეხლა ჩემი აზრით ეხლა რყევები არის სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმული საქმიანობა, რასაც ზოგიერთი ჯგუფები აკეთებენ, ხო? ხედავთ რაღაც ტყუილებს იგონებენ, შიშებს თესავენ, ბერავენ. რა თქმა უნდა, ეს არის გარედან კარგად დაფინანსებული აქციები, რომ არა მარტო ლიბერალურ მემარცხენე ფლანგიდან შეერყეს ხელისუფლებას პოზიციები, არამედ მემარჯვენე პოზიციიდან. აბსოლუტურად გარე ძალების დაკვეთა ესა და მაშინ თითქმის იხდია. ნუ, მაგრამ ეს ნახეთ, რომ არ არის სერიოზული, ხო? ვერც ხალხის შეკრება კამიტიც ვერ დადასტურდათ, ნუ სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა, სადაც მაგალითად ჯაფარიძე და ნაციონალური მოძრაობის წევრი არ მახსოვს სიმართლე გითხრათ ბოტკოველი საუბრობენ იმაზე, რომ აი ხო ვთქვით, რომ ეს კამიტს გადაამოწმებდა ქართული ოცნება და ეს კამიტი მოკლედ ვერ განვითარდებოდა ეს ვერსია, უბრალოდ უნდა გვეთქვა, რომ რაღაცა ისეთი გამოიყენეს, რამაც ხალხი დაწამლა. ანუ ეს კამიტიც კი, რომელზეც მთელი პროპაგანდა ააგეს თითქოს ესეც კი არ გამოდგა. არა, ნუ სიყალბე ახლა სიყალბე ცალსახას სიყალბე იყო და გამოძიებით დადგინდა, ამიტომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. თვალს არ ვახამხამებ, თუ ხედავ. მე ვფიქრობ, რომ BBC-ს მოუწევს ამაზე ბოდიშის მოხდა, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არის ყარად გადაწყვეტილი, უჩივლო სასამართლოებში და ჩვენ სასამართლოებში ბევრი საქმე გვექნება შემდეგ წლებში. მაგალითად ის, რომ ევროკავშირთან ეხა ევროკავშირი როგორც ჩანს, ხო ვთქვით, რომ კოლაფსის მეოთხე სტადიაშია. მეოთხე ფაზაში ამერიკაში უკვე პირდაპირ ეთხოვენ უნდა დაიშალოსო ევროკავშირიო და როგორც ჩანს შეარყევენ ევროკავშირს. დეზინტეგრაცია გარდაუვალია, ცენტრისკენული აჩქარება ევროპის კონტინენტზე დასრულდა, იწყება ცენტრიდანული აჩქარებები და ეს სახელმწიფოები, ვინც ტრამპს უნდა რომ თავის დასაყრდენად მოიაზროს, ეს არის ავსტრია, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხო? და შესაძლებელი ბულგარეთიც აი ესეთი იქნებიან სწორედ ის ხალხი, ვინც დაშლეს, იმიტომ რომ დასავლეთ ევროპას რეალურად ომი სურს. ოღონდ თვითონ კი არა, აი აღმოსავლეთ ევროპის ხალხს. რასაც ეწინააღმდეგება ახლა
რუმინელებიც ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ისეთი არჩევნები ჩაატარეს, რომ ჯორჯესკუს და მის სიმონს, მის შემცვლელს შანსიც კი არ მიცეს, ხო, სამართლიანი გარემოში ყოფილიყო ეს ყველაფერი. მე მაინც მგონია, რომ საქართველოსთვის კარგი ეპოქა დგება, კარგი პერიოდი. ახალ რეალობაში ვართ ნამდვილად. ხო, აი ეს ორი ვარიანტი, ანუ ნეიტრალიტეტის ვარიანტი და მეორე სამოკავშირეობის ვარიანტი იქნება ჩვენი ასე ვთქვათ მენიუში. მე სამე ვარიანტი არის, რომელსაც მეც ვახსენებ ხოლმე, ეს არის სამხრეთ კავკასიური სამეული, ეს ვარიანტიც თეორიულად შეიძლება განვიხილოთ და ერთ-ერთ ვარიანტზე ჩამოყალიბდება დასათვლელია ახლა რა, მარტო ჩვენზე ხო არ დამოკიდებული პარტნიორს რა შეთავაზებები იქნება, რა შემზღუდავები იქნება. ანუ ამ სამ ვარიანტზე მსჯელობები მოგვიწევს. კი ბატონო. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ეთერისთვის, ტრადიციულად როგორც ყოველთვის და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, შედგება თუ არა. თუნდაც დერეფანში ჩაუპაჭვნებენ თუ არა თვალს ერთმანეთს ვლადიმერ პუტინი და ირაკლი კობახიძე, თუმცა მაგალითად აგერ მამა დოროთე ყურაშვილი ამბობს, რომ კობახიძე და მთელი ქართული ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს და თუ ეს გაატარა ერმა, აქედან გამოსავალი გამოსვლა თაობას გაუჭირდება შესაძლო შეხვედრის საკითხის კომენტირებისას. შეპრობილია ეგ მამა და მეტეხის ტაძარში მივიდეს და ესროს კვეთებულის და ლახვის ლოცვას. სხვა შორის ახლა მეუფეობმაც დაიწყო შეკვეთილი ლოცვები. კეთებულის ლოცვები. პუტინი კობახიძის შესაძლო შეხვედრის საკითხის კომენტირებისას ამბობს, აკეთებს ამ განცხადებას მამა დოროთე. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა. მამა დოროთეს ეს გადაეცით და მე მადლობას მეტყვის ეს შევა რომ მივეც. მამა აკაკისთან თუ არა და ძამას ხეობაში მეუფე იობისთან. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი დღევანდელი ეთერისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო პოლიტიკის დოქტორი და პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა. მეორე შაბათამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან შაბათკვირას გისურვებთ. თუმცა ძვირფასო მაყურებლებო, არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, გაიზიაროთ და მოიწონოთ, რომ ყოველ საღამოს გესმოდეთ განსხვავებული და რაც მთავარია სწორი ანალიზი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. დროებით ნახვამდის.